ძირკოკობა სოფელში დღესასწაული იოანე მახარობლისა და ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ემთხვევა და მისი დაწესების იდეა მამა ვაჟა სონღულაშვილს ეკუთვნის. წმინდანის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ მოძღვარმა სოფელი აკურთხა. დღესვე გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ღვთისმადლით ჩვენ სოფელში, სოფელ ძირკოკში არის მე-17 საუკუნის ტაძარი იოანე ღვთისმეტყველის სახელობის. ეს არც თუ ისე ხშირი მოსახელე ტაძარი არის, წმინდანის მოსახელე, იმიტომ რომ საქართველოში ვიცით ჩვენ ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი, მაცხოვრის, მაგრამ აი იოანე ღვთისმეტყველის მოციქულის ძალიან ცოტა თუ არის მთელ საქართველოში და მადლობა უფალს და იოანე ღვთისმეტყველი იყო მოციქულებიდან ყველაზე ახალგაზრდა და უწვერო. იოანე ღვთისმეტყველმა შეძლო და გამოთქვა ღმერთი შემდეგნაირად. ღმერთი არის სიყვარული და აი მართლაც სიყვარულის მოციქულად იწოდება. მე ყველას გისურვებთ მთელ საქართველოს, აი ჩვენი სოფლიდან, ძირკოკიდან, რომ უდიდეს სიყვარული შეგრძლებოდეს ღვთისა, უდიდეს სიყვარული შეგრძლებოდეს სამშობლოსი და უდიდესი სიყვარული შეგრძლებოდეს ერთმანეთსა ქართველი ერისა და ჩვენი ისტორიისა. და ღმერთმა დაგლოცოთ, დღეს ასევე აღნიშნავთ სოფელ ძირკოკობას, ამ დღეს წლების წინ აღნიშნეთ სოფელი ძირკოკობა, დავაწესეთ და ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ქონდა ღამისთევა ტაძარში სადღესასწაულო, ვაკურთხეთ წყალი მცირე აიაზმა შევასრულეთ, ეხლა ვასრულებთ სოფლის კურთხევას, შემდეგ მთელი დღის მანძილზე გვაქვს დატვირთული მსახურება, გვაქვს ტურნირი შეჯიბრი ახალგაზრდებს შორის ფეხბურთში და ასევე გვაქვს ჩვენ სამრევლო სკოლას ბავშვებს შემოქმედებით, ესე ვთქვათ, ბავშვებს ნახატების გამოფენა ჩვენ სოფელში. ვცდილობთ რომ სოფელში იყოს აქტივობა ახალგაზრდების და დატვირთული და გამოვაცოცხლოთ ჩვენი სოფელი და ვიამაყოთ ჩვენი სოფლით. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ.